ქართული, რუსული და გერმანული. ეს არის ღარიბი დაგემოვნება, იმიტომ რომ ფული არ მაქვს ბევრი და 3 იოგურტი ვიყიდე. 3 იოგურტს დავაგემოვნებ, ნახვებს დავაგროვებ და ასე შემდეგ. დავიწყოთ ქართულით. დავიწყოთ. მოურიოთ. დაგემოვნების დროს ნახვები თუ გინდა დააგროვო, უნდა მიგვაძო ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს და ტუდი არა. ეხლა ვნახოთ რუსული, ჩუდო. ცოტა უცნაურად გამოიყურება. თქოს ამაში უფრო ბევრი მარწყვია და ეს უფრო წითელი ფერის არის და მასაც რაღაცა ცოტა განსხვავებულია. მოდი ვადას ვნახავ. ვადაგასული ხომ არ არის რაღაც წამლის გემო აქვს. 10 მაისამდე აქვს ვადა, მაგრამ არ მინდა ამის გაგრძელება რაღაცა. თითქოს აი პარაცეტამოლი, რაღაცა მწარე წამალი, საბავშვო წამალი ყრია რა. ბავშვობაში რომ გაცივდები და მშობლები რომ გასმევენ ეგეთი. ეხლა ვნახოთ გერმანული იოგურტი. ეს იმათთან შედარებით უფრო იაფია. ესეც ქართულისგან განსხვავებით ბევრად უფრო წითელია. მასა ქართული ჯობდა. რუსულს არც შევაფასებ 10-დან 2. ალბათ მაგაზე ცუდი რუსულებიც არის. ნახოთ როგორია გერმანული იოგურტი. რუსულს ჯობია, მაგრამ ამასაც რაღაცის გემო დაკრავს. შეიძლება ეს კაია და ჩვენ არ ვიცით რომ კაია და ცუდ გემოებზე ვარ მიჩვეული, მაგრამ მაინც ამას დავასრულებ რა. ეს ჯობია. იმორს ჯობია. ეს ჯობია.